რამოდენიმე ხნის წინ არ აქვს მნიშვნელობა, როდის ამერიკის შეერთებულ შტატებში ვარ. და ჩვენს მეგობრებთან რაღაც ესეთი არაოფიციალური საუბრები მაქვს და მეუბნებიან ეს რაღაცას, რომ გიორგიო, აიო დღევანდელი ოცნების ლიდერები, ეს პატარა მშიშარა ბიჭები ამბობენ, რომ ჩამოდიანო აქ, რომ რა ვქნათო, რო დავმარცხდეთო. გაგვანადგურებენო და დაგვიჭერენო. ეს შიში ქართულ პოლიტიკაში შურისძიების და არა მართლზომიერი მართლსაჯულების ერთხელ და სამუდამოდ უნდა აღმოიფხვრეს, ოღონდ ისე, რომ მართლა ვინც ხალხის ფული მოიპარა და დანაშაული ჩაიდინა, მათ პასუხი უნდა ვაგებინოთ, ოღონდ ეს უნდა გააკეთოს ისეთმა სასამართლომ, რომლის მიმართაც კონსენსუსი საზოგადოების და პოლიტიკური სისტემის, რომ ვენდობით იქნება, დაწყებული აქვს უკვე პროცესი არჩევნების გაყალბების. და ეხლა მათ გონიათ, რომ არჩევნებს იქ რაღაცნაირად თუ გააყალბებენ, ამით რაღაცა დამატებით ლეგიტიმაციას მიიღებენ, სინამდვილეში ვერ ხვდებიან, რომ უკვე ის რუბიკონი გადალახული აქვთ, როდესაც მათ თვითგადარჩენის ინსტინქტია, რომ ქართველმა მოქალაქემ არჩევნების შედეგები დაიჯეროს. თუ არ დაიჯერა, მეორე დღეს თქვა, რომ არ ამჯერა მომატყვილეს, დამთავრებულია არანაირი ლეგიტიმაცია, საერთაშორისო იქნება თუ OSCE თუ ODIHR თუ ეს არავის არ უშველის.